მოკლედ ჩვენ შევწყვეტეთ ვიდეოს შეწერა, მაგრამ ეს ბევრი ადამიანს უკვე დაწყებული ქონდა ვებგვერდის დამზადება და მოდი ისე გავაქცელებ. ვერ ვილაპარაკო. კაი. ჩვენ გავჩერდით ახლა, მონაცემ დაბაზები შექმნილია და გაჩერებული ვარ მათ ერთმანეთთან კავშირზე. ანუ, აქ არის ჩვეულებრივი MySQL გერა და MyBus, ან MyBus ჩვენი შექმნილი ესეთი გაყოფილებები და მათ უნდა დავუკავშიროთ საიტს, რომ ეს ყველაფერი მოხდეს მონაცემთა ბაზის კავშირი და ვებგვერდი რაღაც ფორმა შეიქმნას, ხო? ამისათვის დაგჭირდება ჩვენ ახალი განყოფილება. სადაც ხდება ჩვენი ვებგვერდის დახოსტვა, ამ შემთხვევაში test folder-ი. ახალი folder-ი დაგჭირდება, მას დავარქვათ და ეხლა რა შეესახმე, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ folder-ი lib, ანუ ჩვეულებრივ შემთხვევაში მას არ ექნება კავშირი, ანუ ხერის თქმა მინდა. ის აღქმული არის როგორც ვებგვერდის ერთ-ერთ folder-ად. ანუ ჯერ არ არის საერთოდ აღქმული, მოდი. უბრალოდ აქ ის დამოვიწყე რაც test. ანუ ჩვენ ხო გვაქვს ესეთი folder-ი test და აი აქ არის განყოფილება lib, მაგრამ lib აღქმულია როგორც folder-ად, ანუ როგორც ვთქვათ, ის ვებგვერდის სახე არ აქვს, ამას უნდა მივაინჭოთ ვებგვერდის სახე. ნუ ამისათვის დაგჭირდება პატარა პარამეტრი, რომელიც ალბათ შეგინიშნიათ თუ სხვადასხვა პროგრამებაში მუშაობთ, დიზაინერს მოყვება ხოლმე. ამის შექმნა დამჭირდება აქ ის არის მაგალითად გავაკეთებ ახლა მე და მივხვდებით თუ რასთან აქვს საქმე. ჩვეულებრივ ტექსტური დოკუმენტი ჩვენ ძველი ისინი გვაქვს, ესენი არ გჭირდება. ანუ როცა შევქმნი, ახლა ამ შემთხვევაში Adobe-ში აღარ მუშაობ და იმიტომ ისინი აქ გავაკეთე. ასე შევქმნათ ახალი დავამახსოვრებიოთ ოღონდ განყოფილებაში lib აუცილებლად. ჩვენ test folder-ში გვაქვს lib განყოფილება და აქ ექნება შემდეგი გაფართოება. ამ გაფართოების folder-ებით ჩვენ ალბათ გვინახია კიდეც. ეს webguard-ს უთითებს, რომ ის არის webguard-ი და არა folder-ი. აქ დაიწერება სულ სამი სიტყვა deni from all. ვიცით save და ეხა ნახავთ თუ რა გავაკეთე მე. ანუ ეს უკვე აღარ გჭირდება. შეიქმნა ესეთი folder-ი, ხო? ჩვეულებრივ folder-ში როცა შევიდოდი test lib განყოფილებაში იყო folder-ის ტიპი. ეხლა გადატვირთვის შემდეგ ის იქნება გახდება webguard-ი, როგორც ხარ ესეთი ის არ მოიძებნაო. ანუ ის წარმოადგენს webguard-ს და უკვე მასში შესული ინფორმაცია შეიძლება კოდად და არა უბრალოდ ჩამონათვალად. კარგი, გავაგზავნოთ. გადავიდეთ შემდეგზე, ახლა უკვე იქნება ის კლასი, რომელიც უშუალოდ პარამეტრებზე არის პასუხისმგებელი. შევქმნათ ახალი და დავაწეროთ სახელი. ნუ მაგალითად ანუ პარამეტრების კლასი. რა თქმა უნდა PHP. პარამეტრი აუცილებლად უნდა იყოს PHP-ში გაწერილი. მე ხან ამ შემთხვევაში აღარ ვიყენებ უკვე ალბათ შეამჩნიეთ. Adobe-ს არის რასაც Notepad++ ეგეთი პროგრამა, რომელიც ასე ვთქვათ, იგივე საქმეებისთვის გამოიყენება. შედარებით პროგრამა უფრო რთულია ახლა ვიდრე Adobe-ში ბევრი რამე უბრალოდ გამზადებულია, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში სწავლისთვის ესეც გამოდგება, იმიტომ რომ აქაც გვიწევს ყველაფერს ხელით ჩაწერა და ხელით დაწერა საერთოდ უფრო სასურველია ვიდრე ყველაფერი გამზადებული სკეთება. კარგი, იმისათვის რომ გამოვყო, უბრალოდ აქეთ ვწევ და ვიწყებ კლასის პარამეტრების დაწერას. დავწეროთ საიტის სახელი, მისამართი, შემდეგ იქნება პაროლი, რაც შეეხება პაროლს, როდესაც მომხმარებელი შემოდის და ანუ ეს რაში შეიძლება გამოიყენოს, როდესაც მომხმარებელი
რეგისტრირდება და ის იყენებს რაღაც პაროლს, ხდება მას ეკრანში კეშირება და ეს არის მისი დაცვის სისტემა, ხო? ამისათვის რომ მოცემთა ბაზა აღირიცხოს და კეში, ასე ვთქვათ, სწორად იმუშაოს, საჭიროა მათ პაროლები იყოს დაცული. ამისათვის გამოიყენება ეს პარამეტრი. ამ პარამეტრს უფრო გარკვეული, უფრო მეტი ფუნქციაც გააჩნია ხა ვიდრე მე ვთქვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს აუცილებელია დაცვისთვის. თავარია ძირითადად ეს ვიცოდეთ და დანარჩენს უკვე ალბათ მასთან მუშაობაში გავიგებთ. როდესაც უფრო ღრმად ჩავუღმავდებით, ყოველ შემთხვევაში აუცილებელია დაცვა და სისტემა გვიცავს და ასევე აკეთებს სკენირებას, ანუ რა არ მოხდეს თქვენზე გადაჭედვა მომხმარებლის პაროლებს. რაც შეეხება host, ეს local host-ია, ჩვენ ალბათ ვიცით. და მონაცემთა ბაზა, ასე ანუ ამ პარამეტრებს უთითებ აქ ახლა ძირითადად ესეთი არაფერი არ ხდება, მაგანდა პარამეტრების მითითებისა მონაცემთა ბაზას ჩვენ მაიბასე დავარქვით. შემდეგი მაგალითად პრეფიქსი, ანუ რაც შეიძლება რომ არასანაც კონდეს კავშირში, ჩვენ ამ შემთხვევაში პრეფიქსად ავირჩიეთ lesson განყოფილება. უბრალოდ განყოფილებას, რომელიც ამ პარამეტრს განაგრევს, დავარქვით lesson. ჩამოწეროთ აქ პირველი user, მივუწოდოთ root განყოფილება, პაროლი, ასევე ადმინისტრატორის სახელი, აქ მივწერთ adm და ამის შემდეგ იწერება ადმინისტრატორი. დეპარი ქართულად დავწეროთ. ამის შემდეგ იწერება ადმინისტრატორი, ანუ admin name, ან admin email. ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის რაც გვინდა ის კი ბატონო, რადგან admin-ის სახელი დავწერეთ, ასევე დავწერ admin-ის email-ს adm და მერე ვიწყებ email. ანუ email. და შემდეგ იწერება, რა თქმა უნდა, ჩემი email-ი. ან თქვენი. ნუ აქ მორჩა დავამატოთ მეორე რომლის სახელიც აქ უკვე სახელებს მე კი არ ვიფიქრებ, უბრალოდ იმას ვაყენებ, რომლებიც რეალურად არსებობს და უნდა გამოვიყენოს, ანუ და როდესაც სხვა პროგრამისტი დაждდება ამ იმასზე, რა ქვია და დაჭირდება შესწვლა, ეს არის ის გვერდები, რის სახელები, რომლებსაც ბევრი გამოიყენებდა, იმიტომ რომ სტანდარტია ერთგვარი, რომელსაც დაუწერელი კანონი შეიძლება ეს რაღაცა ეწეროს, ითქვას, რომ რომელსაც დაждდება სხვა პროგრამისტი, მან არ იფიქროს, რომ მე რაღაცეები მოვიგონე და ისე გავაკეთე, მე აუცილებლად უნდა გავაკეთე ისე, რომ ისიც მიხდეს თუ რა განყოფილება რას ეკუთვნის. მართალია საერთოდ ძნელია, რომ სხვის სინამუშევარი გააგრძელოს, თითქმის შეუძლებელიც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არსებობს რაღაც სტანდარტები, რომლებიც უნდა დავიცვათ. და აქ მივუთითოთ, რომ კონფიგი ამ ყველაფერთან არის კავშირში. class php და ვაგრძელებთ შემდეგი განყოფილებიდან. ეხლა რაღაცებს აქ შეიძლება ზოგი რომ გაუგებრად დაიწეროს, იმიტომ რომ არსებობს ძალიან ბევრი განყოფილება აქ და ყველაფერს რა თქმა უნდა ვერ ახსოვთ, უბრალოდ შეგვიძლია შემდეგ გადავიწეროთ. გარდა ამისა, მე დავაგებ საიტზე ამ ტექსტს და შეგიძლიათ მისი მეშვეობით, ასე ვთქვათ, შეადაროთ თქვენს ნამუშევარს, არის თუ არა მათ შორის კავშირი. ეს ძალიან საჭირო თემაა, იმისათვის რომ დავიცვათ ჩვენი გვერდი მოსალოდნელი გართულებებისათვის, ამიტომ ეს პარამეტრი შეიძლება დაგჭირდება ამ შემთხვევაში. ამის შემდეგ ჩვენ ახლა დავუწესებთ ID-ს მართვის სისტემას, რომ გაუგებრობა არ მოხდეს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეხლა ცოტა გართულდა უკვე და ბევრი ასე ვთქვათ, შეიძლება გაუგებარი რაღაცა ვთქვა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ როდესაც იქნება ID, ID-ს უნდა იყოს ნატურალური რიცხვი, ანუ 0, 1, 2 და ასე შემდეგ.
ამისათვის რომ ის დაიწეროს, ანუ მეტი ვიდრე 0, ეს მითითება გავუკეთე მას და ამ შემთხვევაში იქნება false. ასევე true's აუცილებლად უნდა მივეთითოს. ამიტომ აძნელი და როდესაც ეს კოდირებები, ამ კოდირებებს ალბათ იქნება რაღაც წიგნი, ახლა მე არ ვიცი არსებობს თუ არა ეგეთი ქართული თარგმანი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დასურველია თქვენც რომ გაიგოთ კოდის მუშაობის პრინციპი, იცოდე რას აკეთებს კოდი და ეს კოდი გქონდეს შენახული, რადგან საჭიროების შემთხვევაში გამოიყენო. რთული ამ ყველაფრის ერთდროულად დაზაპირება ერთი გადახედვით, ესეთი რამე არსებობს, უნდა გქონდეს პრაქტიკა ამასთან და შემდეგ რა თქმა უნდა თანათან ეს ყველაფერი უფრო საინტერესო და მეტის, როდესაც მეც იგებს საერთოდ უფრო ინტერესი ხდება რომ გაიგო კიდევ და კიდევ მეტი. აი ორი ტიპისაა, კორექტული და არაკორექტული. იმისათვის რომ მათთვის განსხვავება და გაიგოთ, ამიტომ დაგჭირდება ჩვენ ეს. ესე იგი ვაგზელებთ. მეცაც ვამპირად გადააქცევს. და ახლა მივუთითოთ ისინი, რომლებიც ასე ვთქვათ დაგვეხმარებიან ამ კორექტულ ID-ის დაგენერებაში, ანუ მაგალითად კორექტული ID უნდა იყოს 1-დან 9-მდე. ან 0-დან 9-მდე. ანუ ამ შემთხვევაში 1 და იგივე, თუ 0-იც ითვლება ამ შემთხვევაში. არ შეიძლება ასევე უნდა ეწეროს წინ მინუსი, ხო? ასევე ანუ 0-დან 9-მდე, ანუ სხვა ნებისმიერ ციფრი, ფიფქინის ნაშრომი ნებისმიერ ციფრს და გარდა ამისა ის შეიძლება იყოს 0-იც. და 0 ასევე все, ხა აქ ჯერჯერობით მეტი არაფერი აღარ დაგჭირდება და გავხსნათ კიდევ ახალი განყოფილება, რომელიც ასე ვთქვათ გავხსნათ კიდევ ახალი განყოფილება, რომელიც დაგვეხმარება უშუალოდ მონაცემთა ბაზასთან მუშაობაში. და დავაწეროთ შესაბამისი სახელი. უშუალოდ მონაცემთა ბაზების დაყენება დავიწყოთ ახლა ჩვენ. პირველ რიგში რა თქმა უნდა რო ეს ყველაფერი არის PHP. რადგან არ მუშაობ Adobe Dreamweaver-ში, ამ პროგრამაში ეს მე მიწევს რომ ხელით ჩავწერო. ასევე უნდა დაუკავშირო წინა შექმნილი PHP განყოფილებები ერთმანეთს. ესენია, ну config. ოკეი, სტოპ. config კლასი და check-out კლასი, ანუ ეს ორი განყოფილება კავშირშია. დაუკავშირდება მონაცემთა ბაზას. კიდევ ჩამონათვალეს რომ გაკეთება შეიძლება, ჩვენთვის შეიძლება ძალიან ბევრი ჩამონათვალი გაკეთდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ჩემი ამ ვიდეოს აზრი ის არ არის რომ რაღაც საოცარი კურსი შევქმნათ, ანუ მე მეხსნი რაც
აუცილებელია და შემდეგ გართულება თქვენ და თქმა უნდა პრაქტიკას ერთად შესაძლებელია რომ მასზე გაიგოთ მეტი და მოინდომო მისი უფრო გართულება, უფრო ფუნქციონალურობა და ასე შემდეგ, მაგრამ აუცილებელია ყველა ის ნაწილი, რომელსაც მე ხა ვაკეთებ, არც ზედმეტია და არც ასე ვთქვათ, ცოტა. და იგივე უღონთ მონაცემთა ბაზა. დუბუ ასე აღინიშნება მონაცემთა ბაზა. დავიდეთ. ხა HTML-ში შედარებით ადვილია და PHP-ში ხშირად ხდება ესეთი რაღაცეები. ესეთი მეები, რომელსაც ასე ვთქვათ, იმდენად ისე მარტივად ვერ ახვწეთ. ამიტომ არის ალბათ აქ ესეთი მომენტები, რომელსაც ყველაფერს ვერ განვიხილავ. ამისათვის მაგრამ შეცდომა ასე აქაც დაუშვებელია, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პროგრამაში. ამიტომ მე ამ გაკვეთილს, როდესაც მას ვიზამ, როდესაც ამ პროგრამას ვქნი, ავტომატურად ყველა გაკვეთილის ბოლოს იქნება შექმნილი. იქნება წარმოდგენილი ის შექმნილი ბაზები, ის შექმნილი გვერდები, მოსვლა PHP, რომელსაც მე გავწერ. იმიტომ რომ გაუგებრობის შემთხვევაში, ანუ თუ თქვენ რამე ვერ დააყენე, შეგიძლია უბრალოდ გადმოწერო და ის ფუნქცია უკვე იქნება გაწერილი წინასწარ.
მასწავლებელმა გავიდა. დავხუროთ ფრჩხილი. და ბოლო უკვე დავხუროთ ხაზი. ამით მორჩა შეგვიძლია პრინციპში აქ დავბრუნდეთ რეზულტატზე უკვე. და აქ მორჩა. ეხლა ჩვენ დავიწყოთ აპდეიტის გაკეთება, ანუ განახლების, ფილტრის განახლების, თუ როდესაც დაიწერება ახალი წარწერა, რომ მოხდეს მისი განახლება, ხო? მოკლედ აქ ესეთი კოდირებებია, რომლებიც უნდა ვიცოდეთ. როგორც უკვე ერთხელ თქვი, ეს არ არის ძალიან ადვილი. არც ადვილი არ არის, უბრალოდ უნდა კონდეს შეხება იმ ადამიანს, ვინც ამაზე იმუშავებს ამ პროგრამასთან. იმიტომ რომ მარტივები ჩვენ უკვე ახსენეთ და ცოტა სიტუაციაზეც უნდა გადავიდეთ, მე მგონი დროა. პირველი ისე table name იქნება ფორმულებული და იმით ვაკეთებთ, რომ ახალი ჯერ დაიწყოს, შემდეგ და ესე query იწყებს. ვეუბნებით, რომ მოხდეს განახლება და სახელსაც რა თქმა უნდა set-ით საუწყებელია, სახელიც აუცილებელია. და აქ ჩავსვამთ მნიშვნელობას. ისე როგორც წინა ფანჯარაში. აქ ძიმერდა გვიწყდეს და იგარი შემდეგ. და შემდეგი delete ფუნქცია, ანუ წაშლის ფუნქცია. რა თქმა უნდა, რაღაცების დასაშლელად, რაც აღარ დაგჭირდება.
ისე ვაკეთებთ ცხრილის ფორმირებას. შეცდომა ეს განყოფილება ჩამოვიტანოთ და ისევ დაუბრუნდეთ. ეხლა ეს მორჩა. ეხლა გავაკეთოთ კოდირება, რომელიც მაგალითად არსებობს საიტებზე, როდესაც ვიცით ნიკი და შეგვახსენებს პაროლს. ალბათ ვიცით, როდესაც ავტორიზაციას გავდივართ, ვიცით ნიკი და შეგვახსენებს პაროლს. კარგი, დავიწყოთ. ბოლოს так, გავაგრძელოთ შემდეგი ფუნქცია, მაგრამ ეს როგორც უკვე არაერთხელ თქვი, ის ფუნქციების რაოდენობა, ის ფუნქციებია, რომლებიც გჭირდება ნებისმიერი ვებგვერდის ასაწყობად. აქ არაფერი უცნაური არ არის და არაფერი ზედმეტი არ არის. ესენი აუცილებელია და დანარჩენი მე უკვე თქვენ თვითონ ასე ვთქვათ, ნახავთ რა გვინდა და რა არ გვინდა. ყოველ შემთხვევაში ამის კოპირება შეიძლება მე ხა ეგ ზოგი რომ გავგებარია პირველად რომ ახსნა და ამის კოპირება შეიძლება რა. ანუ ეს ფაილს მე ვებგვერდზე დავდებ და შეგიძლიათ სხვა ვებგვერდებისთან ურთიერთობისას უკვე ეს აღარ დაწეროთ, ეს გამზადებული იქნება და პირდაპირ დააკოპირებ. აქ ჩავიწეროთ რაზე გვინდა რომ იმოქმედოს. და ეს მორჩა ეხლა დავამატოთ ასეთი ფუნქცია, რომ თუ ვიცით
რა ქვია ID მაშინ წაიშალოს მაშინ ჩანაწერის გაკეთება შესაძლებელია ID-ს ცოდნით, ანუ თუ ვიცი ID შემიძლება მისი ასე ვთქვათ წაშლა. ისე შემოწმოთ არის თუ არა კორექტული ის ID და შემდეგ უბრალოდ წაშლის ბრძანება. შემდეგი აჰა, ექსპორტი. და ანალოგიური ისევ ID შემოწმება ID შემოწმება აქ არ უნდა ამას პრინციპში აქ არ დაგჭირდება აქ გვინდა და აქაც შემდეგი ვნახოთ რაოდენობა იმის რა ქვია სტატიების რაოდენობა საიტზე შემდეგი იქნება ახლა ეს რა ქვია ასეთი ტიპის მაგალითად თუ ანუ რა ფუნქციასაც ვაკეთებ ანუ თუ
მომხმარებლის ლოგინი დაემთხვა სხვას, ანუ როდესაც ერთი და იგივე ნიკი იქნება, ამაზე იქნება მას რეაგირება ამ კოდირებას. და ბოლო მნიშვნელობაც ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში და ერთიც ბოლო ეს რასაც გავაკეთებთ, ეს არის distract ობიექტების განადგურებისათვის. უпростოდ რო თქვა დასახურად რა, ანუ ამ ბრძანებით უკვე იხურება მონაცემთა ბაზა, ეს არის ბოლო განყოფილება. თავდება, ასე ვთქვათ, კოდთან მუშაობა. და ესეც ასე, ამით ახლა დამთავრდა. დამთავრდა რა ეს მონაცემთა ბაზასთან მუშაობა დამთავრდა და ეს საკმაოდ დიდია, როგორც ხედავთ და ამიტომ აქ შევწყვეტავ მე ახლა ამ თავს, ანუ შემდეგ აგრძელება უკვე შემდეგ ვიდეოში იქნება. და ეს კოდირებებიც ასევე ატვირთული იქნება. ახლა აქ შეიძლება რაღაც შეცდომები იყოს, ამას ჩვენ ბოლოს როდესაც გავაკეთებთ გვერდზე მას მორგებას, ამ შემთხვევაში ჯერ არ ვარკებ, ხო? ჩვენ აქ ვიდეოში ალბათ უკვე გავაკეთებ, რომ მოვარგობებ გვერდს და ნახავთ თუ რამე შეცდომა იქნება, გამოსწორდება უშეცდომოდ, არაფერი არ გესწრებ. კარგით, გისურვებთ წარმატებას, ჯერჯერობით აკავშირდეთ.